მშობლის ბოდიში ბავშვის მიმართ. ანუ როგორ უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში და ამ დროს რა ხდება? ანუ ბავშვის მხრიდან რა ხდება ამ დროს? მნიშვნელოვანი არის ჩვენება მეორე ადამიანისთვის, რომ შენ იაზრებ, რომ შენს ქცევას გავლენა ქონდა მასზე. აი მე თუ დავანახებ ჩემს შვილს, რომ მე ეს გავიაზრე, ეს მოჭიმულობა იშვება, ხო? აი თუ გავიხსენებთ კითხვა არის, რომ აი ვიღაცამ ვინც ზიანი მოგაყენა. შეიძლება პირადი ურთიერთობა იყო, არ ვიცი, თინეიჯერობაში შეყვარებული რაღაცა გააკეთა. რომ დაფიქრდე, ხო? და რომ გეკითხები, რომ აი რა გენდომებოდა? ყველაზე მეტად, ხო? აი ხა უკან რო გაიხედო, ძირითადად არის ხოლმე, რომ იმ ადამიანს ეთქვა, რომ იცი რა არის, ხო, აი ესენი უქენი რა და ბოდიშს გიხდი. ხო, ანუ იმის მხრიდან, იმის გაცნობიერება კი არა და იმის აღიარებაც არა, ხო, აი თქმა რომ მე შენ გატკინე. მე რაც გავაკეთე, ამას გავლენა ქონდა შენზე და მე ეს არ უნდა გამეკეთებინა. და ხო, რა შემიძლია გავაკეთო? როგორ შეიძლება მაგხარ შევცვალო ეს მოცემული. მაგრამ როგორც გითხარით, ბავშვთან შეიძლება აბსოლუტურად საერთოდ არ დაეშვა მასთან არაფერი და პირიქით გითხარ, რომ არაფერი, მაგრამ ეგ არის ძალიან რომ შენ გუწფელი ხარ, შენ ამბობ, რომ იცი რა არის, მე ვღელავდი, შენ ეს არ გეხება რა. იმიტომ რომ 10 ჯერ რომ მკითხე, ეს შენ არ გაქცევდი ყურადღებას და ალბათ იკითხავდი 10 ჯერ, იმიტომ რომ მე თან ვრეცხავ, თან გპასუხობ და შენ გინდოდა ჩემი სრული ყურადღება. ანუ ჩვენ თავზე უნდა ვილაპარაკოთ, ხო? ანუ ბოდიშის მოხდა არის ჩემი თავიდან გამომდინარე.